რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს არ აქვს არანაირი დამოუკიდებლობა და არანაირი რეალურად მათი ხელშეწყობით და დაამხმარე და მათთვის თავისუფლების მიმნიჭებელი და ყველანაირ საზღვრების მომხსნელი და მათი კეთილდღეობისთვის დაუძინებელი არ არის რუსეთის ფედერაცია და რომლის ყველაფერი არის ბევრად უფრო დიდი თამაშის ნაწილი, რომელსაც ქვია რუსეთის საგარეო პოლიტიკა, აი ამას ყველაზე კარგად გრძნობენ ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში და ოკუპირებულ აფხაზეთში. ამით ჩემი აზრით, მაინც აფხაზეთის მაგალითს გავაგზავნებ და მოვიყვან იმას, რომ დღეს, როდესაც აი ყველა სხვა გამოწვევას რომ თავი დავენებოთ, ეკონომიკურ პრობლემებს რომ თავი დავენებოთ, იმ ისტორიულ სისხლს რომ თავი დავენებოთ, რაც მათ ქართველი ხალხის წინაშე წინააღმდეგ ჩაიდინეს საკუთარ სახლებში. აი ამ დიდ სისხლსაც რომ თავი დავენებოთ და ეკონომიკურ მდგომარეობასაც და იმ დიდ უკანონობასაც, რომელიც დღეს ტრიალებს ოკუპირებულ აფხაზეთში, ამასაც რომ თავი დავენებოთ, ის საწვავის რიგები, რომელიც დღეს არის თუნდაც აი ერთი ყოველს მარტივი მაგალითი, ხო, რაც ზუსტად ანალოგიურია იმისა, რასაც რუსეთში ვხედავთ. განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღეა და ბოლო რამდენიმე კვირა, რასაც ვუყურებთ, ხო, უბრალოდ ფიზიკურად წარმოუდგენელია, რომ არც ერთი ეგრეთ წოდებული დეპუტატი, არც ერთი ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ფიგურა ოკუპირებულ აფხაზეთში არ გამოდიოდეს და არ ამბობდეს, რომ იცით რა დროა, რომ ქართულ მხარესთან განვაახლოთ მოლაპარაკებები და გავხსნათ მოლაპარაკებების წყება, მაგრამ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ამ მხრივ მიმართულება ძალიან ცუდად მუშაობს, ძალიან სუსტია ჩვენი მხრიდან ამაზე სახელმწიფო უწყებების მიერ მუშაობა, სახალხო დიპლომატია ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან ბევრი ძალიან მაგარი ბიჭია, რომელიც დიდ საქმეს აკეთებს ამ მიმართულებით, მაგრამ თვითონ სახელმწიფო უწყებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს უფრო მეტი პროექტის აგებმა, უფრო მეტად მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ჩართულობა. უკაცრავად არ არის საკმარისად ძლიერი და აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს სწორედ აი ამ მიმართულებით მოქმედებების ამუშავება, მაგრამ ერთია რომ ჩვენი მხრიდან სუსტად მუშაობს სახელმწიფო უწყებები, ანტიოკუპაციური სააგენტოები, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან კარგად მუშაობს რუსეთის პოლიტიკური ელიტა, რომელსაც მხოლოდ მისი მარიონეტული პოლიტიკური ფიგურები ყავს აქ ოკუპირებულ აფხაზეთში და ოკუპირებულ ცხინვალში. თანამდებობის პირებად დარჩენილი, თორე აი ამ ძიმე ვითარებაში როგორ წარმოგიდგენიათ, რომ არ არის გაჩენილი საღი აზრი, რომელიც მოლაპარაკებების გასახსნელად და დეოკუპაციისთვის მოუწოდებს ხალხს.